გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ესე იგი, დღეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ დატივი. ეს უკვე არის ჩვენი მესამე ბრუნვა, რადგან აქამდე ჩვენ უკვე ორი ბრუნვა გვაქვს ნასწავლი. პირველი იყო ნომინატივი, ანუ იგივე სახელობითი ბრუნვა, მეორე ეს იყო აკუზატივი, მიცემითი ბრუნვა, რომელიც არის წინადადების პირდაპირი ობიექტი. და დღეს უკვე უნდა ვისწავლოთ მესამე ბრუნვა, ანუ დატივი. ნახეთ, დღეს რატომ ვსწავლობთ დატივს, რადგან დატივი ჯერ პირველ რიგში რა არის დატივი? დატივი ეს არის წინადადების ირიბი ობიექტი, ანუ აკუზატივი ეს იყო წინადადების პირდაპირი ობიექტი და დატივი არის ირიბი ობიექტი. და ასევე დატივი წინადადებაში გამოიყენება წინდებულების მერე. დღეს ახლა ჩვენ წინდებულებს ვისწავლით, ამიტომაც დატივი უნდა ვისწავლოთ. ესე იგი, წინა ბრუნვებსაც, როდესაც ვსწავლობდით ჩვენ, ალბათ გახსოვთ, რომ არსებითი სახელი არ იცვლება ბრუნვებში და მხოლოდ იცვლება არტიკლი. ამიტომ მოდით ახლა გავიხსენოთ ჩვენი არტიკლები. ესე იგი, ჩვენი არტიკლებია დეა, დი, დას მხოლობითში და მრავლობითში დი. დეა არის მამრობითი სქესის, დი მდედრობითი სქესის, დას საშუალო სქესის. და როდესაც უკვე არსებითი სახელი არის მრავლობითში, მაშინ ყველა მათგანს წინ აქვს დი არტიკლი. ახლა რა ხდება? ახლა მოდით ვისწავლოთ, რომელი არტიკლი როგორ შეიცვლება დატივში. დავიწყოთ მამრობითი სქესით. მამრობითი სქესის არტიკლი, ანუ დეა, რომელიც იწერება როგორც დერ და იკითხება როგორც დეა, ეს დატივში გახდება დემ. დატივში ეს გახდება დემ. რაც შეეხება საშუალო სქესის არტიკლს, ანუ დას, ესეც დატივში გახდება დემ. ანუ, ესე იგი დაიმახსოვრეთ, რომ მამრობითი სქესისა და საშუალო სქესის არტიკლები, ანუ დეა, დას, ეს ორი არტიკლი დატივში გახდება დემ. რაც შეეხება მდედრობითი სქესის არტიკლს, დი, ეს დატივში გახდება დეა. ანუ მდედრობითი სქესის არტიკლი დი დატივში გახდება დეა. ახლა კი გადავიდეთ მრავლობითზე. დი, ეს დატივში გახდება დენ. დატივში ეს არტიკლი გახდება დენ. ესე იგი, დატივში ჩვენი არტიკლებია დემ, რომელიც არის მამრობითი და საშუალო სქესი, დეა, რომელიც არის მდედრობითი სქესი და დენ, რომელიც არის მრავლობითი. მე გითხარით, რომ დღეს უნდა ვისწავლოთ რამდენიმე წინდებული, წინდებულებთან რადგან გამოიყენება დატივი, ამიტომაც მეთქი დატივიც უნდა ვისწავლოთ დღეს. მოდით დავიწყოთ ჩვენი პირველი წინდებული, ეს არის ფოა. ფოა ნიშნავს წინ. ფოა, წინ. ნახეთ რა ხდება, ავიღოთ მოდით ერთ-ერთი არსებითი სახელი, მაგალითად დეა ბუხლადენ. დეა ბუხლადენ ეს არის წიგნების მაღაზია, რომელიც არის მამრობითი სქესის არსებითი სახელი, რადგან დააკვირდით არსებითი სახელს წინ აქვს დეა არტიკლი, მამრობითი სქესის არტიკლი, ესე იგი ეს არის მამრობითი სქესის არსებითი სახელი, დეა ბუხლადენ. ეს რომ გადავიყვანოთ ჩვენ დატივში. დატივში როგორ იქნება ეს? დემ ბუხლადენ იქნება, ხო? რადგან დეა, მამრობითი სქესის დეა დატივში ხო ხდება დემ. ამიტომაც დატივში დეა ბუხლადენ გახდება დემ ბუხლადენ. მხოლოდ და მხოლოდ იცვლება არტიკლი. არსებითი სახელს არ ვეხებით, ბუხლადენ მაგას არ ვეხებით. ახლა წინდებულთან უნდა გამოვიყენოთ დატივი, ანუ დემ ბუხლადენ უნდა გამოვიყენოთ. ეს რას ნიშნავს? გერმანულად წიგნების მაღაზიის წინ იქნება ფოა დემ ბუხლადენ. ფოა დემ ბუხლადენ და დაიმახსოვრეთ, წინდებულები გერმანულ ენაში გამოიყენება არსებითი სახელის წინ. ფოა, ჯერ ფოა უნდა თქვათ და მერე დემ ბუხლადენ, ანუ წიგნების მაღაზიის წინ. ახლა მოდით ავიღოთ საშუალო სქესის არსებითი სახელი, მაგალითად დას კინო. დას კინო არის კინო, არის საშუალო სქესის არსებითი სახელი, რადგან წინ აქვს დას არტიკლი. დატივში ვიცით, რომ საშუალო სქესის არტიკლის გახდება დემ, ანუ ესე იგი დატივში დას კინო გახდება დემ კინო. დემ კინო გახდება, ხო? კინოს წინ. გერმანულად იქნება ფოა დემ კინო. ფოა დემ კინო, კინოს წინ.
ახლა მოდით ავიღოთ მდედრობითი სქესის არსებითი სახელი. მაგალითად, die Bäckerei. Die Bäckerei არის საცხობი. Die Bäckerei, ეს არის მდედრობითი სქესის არსებითი სახელი, რადგან წინ აქვს die არტიკლი. Die მდედრობითი სქესის არტიკლი დატივში გახდება der, ხო? ანუ die Bäckerei დატივში გახდება der Bäckerei. Der Bäckerei გახდება. ახლა საცხობის წინ გერმანულად იქნება vor der Bäckerei. Vor der Bäckerei. ასევე ავიღოთ სკოლა. სკოლა გერმანულად ეს არის die Schule. Die Schule სკოლა, როგორც ხედავთ, ესეც არის მდედრობითი სქესის არსებითი სახელი. Die Schule სკოლა დატივში გახდება der Schule. Der Schule გახდება და სკოლის წინ გერმანულად იქნება vor der Schule. Vor der Schule, ანუ სკოლის წინ. შემდეგი ეს არის der Bahnhof, რომელიც არის სადგური, der Bahnhof, სადგური. ეს არის მამრობითი სქესის არსებითი სახელი უკვე, რადგან წინ აქვს der არტიკლი და der Bahnhof დატივში გახდება dem Bahnhof. Dem Bahnhof გახდება სადგურის წინ. გერმანულად იქნება vor dem Bahnhof. Vor dem Bahnhof. ახლა როგორ არის გერმანულად სათხარ? ეს იქნება wo bist du? Wo bist du სათხარ და მე ვარ სკოლის წინ. მე ვარ როგორ არის ich bin და სკოლის წინ იქნება vor der Schule. Ich bin vor der Schule. მე ვარ სკოლის წინ. მე ვარ საცხობის წინ. Ich bin vor der Bäckerei. Ich bin vor der Bäckerei. მე ვარ კინოს წინ. Ich bin vor dem Kino. Ich bin vor dem Kino და მე ვარ სადგურის წინ იქნება ich bin vor dem Bahnhof. Ich bin vor dem Bahnhof. ახლა მოდით სხვა წინდებულებიც ვისწავლოთ. მაგალითად an. an ეს ნიშნავს თან, მაგალითად აი ნახეთ და რადგან წინდებულია ვიცით რომ ამასთან დატივი უნდა გამოვიყენოთ, ხო? წინდებული პლუს დატივი უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად აი ნახეთ der Parkplatz გერმანულად ნიშნავს ავტოსადგომს. Der Parkplatz არის ავტოსადგომი, მამრობითი სქესის არსებითი სახელი, ესე იგი დატივში ეს გახდება dem Parkplatz. ავტოსადგომთან როგორ იქნება გერმანულად? An dem Parkplatz. An dem Parkplatz. ავტოსადგომთან. შემდეგი წინდებული auf. Auf ნიშნავს ზე. მაგალითად, ავტოსადგომზე. Auf dem Parkplatz. Auf dem Parkplatz. შემდეგი წინდებული hinter. Hinter ანუ უკან. მაგალითად, სკოლის უკან. იქნება hinter der Schule. Hinter der Schule. შემდეგი წინდებული in. ანუ ში. მაგალითად, სკოლაში. In der Schule. In der Schule. სკოლაში.